პარიზის მერი 6 არონდისმენტში, სენ-ჟერმენ-დე-პრეს უბნის ვიწრო ქუჩაში, 2019 წელს, ანტიკვარიატის მფლობელმა ჟან-პიერ დიუბუამ შეიძინა ძველი ქართული ოჯახის არქივი. 33 დოკუმენტებით, ფოტოებით და პირადი ჩანაწერებით, რომლებიც თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში არავის უნახავს. როდესაც დიუბუა გახსნა მე-7 ყუთს, იქ იპოვა შავი ტყავის ყდით დღიური, რომლის პირველ გვერდზე ოქროს ასოებით ეწერა: გენერალი კონსტანტინე აფხაზი, თბილისი, 1921 წელი. დიუბუამ გადაშალა 47 გვერდი და წაიკითხა ჩანაწერი, რომელიც დათარიღებული იყო თებერვლის 25, ღამის 3 საათი და 15 წუთი. იქ იყო ჩაწერილი ერთი სახელი, ერთი წინადადება და ერთი შენიშვნა, რომელიც ამბობდა: ეს ადამიანი გასცა თბილისის თავდაცვის გეგმა. მისი შთამომავლები დღეს ქართულ პოლიტიკაშია. რატომ გენერალმა აფხაზმა დაწერა ეს სახელი? რატომ დღიური გაიტანა საქართველოდან და დამალა პარიზში? და ყველაზე მთავარი, ვინ იყო ეს ადამიანი, რომელმაც ერთი ღამით დაკარგვინა ქართველებს დამოუკიდებლობა 7 ათეული წლის განმავლობაში? 1921 წლის თებერვლის 22, თბილისში ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. ქალაქის ცენტრში რუსთაველის გამზირზე ხალხი დადიოდა, მაღაზიები მუშაობდა, კაფეებში ინტელიგენცია განიხილავდა ევროპულ პოლიტიკას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 3 წელს იყო დამოუკიდებელი და ბევრი თბილისელი ფიქრობდა, რომ ეს დამოუკიდებლობა უკვე გარანტირებული იყო. მაგრამ სამხედრო დაზვერვის უფროსი, გენერალი კონსტანტინე აფხაზი, იცოდა სხვა. მისი აგენტები ბაქოდან, ერევნიდან და ვლადიკავკაზიდან აგზავნიდნენ შემაშფოთებელ ცნობებს, წითელი არმია მზადებოდა შეტევისთვის. აფხაზმა იცოდა, რომ საქართველოს არმიას ჰყავდა მხოლოდ 32,000 ჯარისკაცი, ხოლო ბოლშევიკებს შეეძლოთ გამოეყენებინათ 100,000-ზე მეტი. მაგრამ გენერალს ჰქონდა გეგმა, თბილისის თავდაცვის სტრატეგია, რომელიც ეფუძნებოდა მთიან რელიეფს და ვიწრო გზებს. თუ ეს გეგმა შენარჩუნდებოდა საიდუმლოდ, თბილისს შეეძლო გაეძლო თვეების განმავლობაში. თებერვლის 23 საღამოს აფხაზი იჯდა თავის კაბინეტში სამხედრო შტაბის შენობაში, რომელიც მდებარეობდა ყოფილი სამეფო სასახლის მახლობლად. მის წინ იწვა რუკა თბილისის გარშემო არსებული თავდაცვითი პოზიციებით. გენერალმა იცოდა, რომ წითელი არმია მოძრაობდა 3 მიმართულებით: ჩრდილოეთიდან დარიალის ხეობით, აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანის საზღვრიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სომხეთის მიმართულებით. მისი გეგმა ითვალისწინებდა, რომ მთავარი დარტყმა მოვიდოდა ჩრდილოეთიდან და ამიტომ იქ იყო კონცენტრირებული ძირითადი ძალები. მაგრამ ამ საღამოს, როდესაც აფხაზი შეისწავლიდა უახლეს დაზვერვის მონაცემებს, მისი ადიუტანტი შემოვიდა და მიაწოდა დაშიფრული ტელეგრამა ბაქოდან. ტელეგრამაში ეწერა: ჩვენი წყარო ბოლშევიკურ შტაბში აცხადებს, მათ აქვთ თქვენი თავდაცვის გეგმის სრული ასლი. ისინი იცვლიან შეტევის მიმართულებას. აფხაზმა წაიკითხა ეს სიტყვები და გაიგო, ვიღაცამ გასცა საიდუმლო ინფორმაცია. გენერალმა დაუყოვნებლივ მოიწვია თავისი უახლოესი თანამშრომლები, 6 ოფიცერი, რომლებსაც ჰქონდათ წვდომა თავდაცვის გეგმაზე. ისინი შეიკრიბნენ ღამის 10 საათზე შტაბის საიდუმლო ოთახში, სადაც არ იყო ფანჯრები და კარი იკეტებოდა შიგნიდან. აფხაზმა უთხრა მათ ტელეგრამის შესახებ და დაუსვა პირდაპირი კითხვა, ვინ შეიძლება გაეცა ინფორმაცია. ოფიცრები ერთმანეთს უყურებდნენ დაბნეულები. პოლკოვნიკი ვალერი ენგაბაშვილი, რომელიც იყო აფხაზის უძველესი მეგობარი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არმიიდან, თქვა: გენერალო, ამ ოთახში ყველა ადამიანი მზად არის მოკვდეს საქართველოსთვის. ჩვენ შორის არ არის მოღალატე. მაგრამ აფხაზი იცოდა, რომ ისტორიაში ყველაზე საშიში მოღალატეები სწორედ ისინი იყვნენ, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდნენ. მან გადაწყვიტა გაეკეთებინა ექსპერიმენტი, თითოეულ ოფიცერს მისცა განსხვავებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იყო კონცენტრირებული მთავარი რეზერვები. თუ ბოლშევიკები მიიღებდნენ ერთ-ერთ ამ ცრუ ინფორმაციას, აფხაზი გაიგებდა, ვინ იყო მოღალატე. თებერვლის 24 დღეს თბილისში გავრცელდა ჭორები, რომ წითელი არმია უახლოვდებოდა საზღვრებს. ხალხი იწყებდა პანიკას, მაგრამ მთავრობა აცხადებდა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო. პრემიერ-მინისტრი ნოე ჟორდანია გამოვიდა რადიოში და თქვა, რომ საქართველოს არმია მზად იყო დაეცვა დედაქალაქი. მაგრამ აფხაზი იცოდა, რომ დრო იწურებოდა. მისი აგენტები აცხადებდნენ, რომ ბოლშევიკური ჯარები უკვე გადალახავდნენ საზღვარს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, სწორედ იქიდან, სადაც ქართული თავდაცვა იყო ყველაზე სუსტი. ეს ნიშნავდა, რომ მოღალატემ გასცა არა მხოლოდ თავდაცვის გეგმა, არამედ ინფორმაცია იმის შესახებაც, სად იყო ყველაზე დაუცველი წერტილები.
გენერალმა გაიგო, რომ მას ჰყავდა არა უბრალო ინფორმატორი, არამედ ადამიანი, რომელიც ღრმად იყო ჩართული სამხედრო დაგეგმვაში. იმავე დღის საღამოს აფხაზმა მიიღო მეორე ტელეგრამა თავისი აგენტისგან ბაქოში. ამჯერად ტელეგრამა იყო უფრო კონკრეტული. ბოლშევიკურ შტაბში ისინი საუბრობენ ქართველ ოფიცერზე, რომელიც მათ აწვდის ინფორმაციას. ამ ოფიცერს აქვს წვდომა უმაღლეს სამხედრო საბჭოზე. მას ჰქვია და აქ ტელეგრამა უეცრად წყდებოდა. აფხაზმა გაიგო, რომ მისი აგენტი ან დააკავეს, ან მოკლეს. მაგრამ ეს ინფორმაცია საკმარისი იყო, მოღალატე იყო ვიღაც უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრებიდან. ამ საბჭოში შედიოდა მხოლოდ 12 ადამიანი, გენერლები, პოლკოვნიკები და თავად თავდაცვის მინისტრი. აფხაზმა გადახედა სიას და გაიფიქრა, ვინ მათგანიდან შეიძლება იყოს ბოლშევიკების აგენტი. ვის ჰქონდა მოტივი ღალატისთვის? ვინ იყო ფინანსურად დამოკიდებული? ვის ჰყავდა ოჯახი რუსეთში, რომელსაც შეეძლო გამოეყენებინა როგორც მძევალი? გენერალმა დაიწყო საკუთარი გამოძიება. მან დაავალა თავის ყველაზე ერთგულ ადიუტანტს, კაპიტან გიორგი ქრივიშვილს, რომ დაეკურვებინა 12-ვე საბჭოს წევრის ქცევას. ქრივიშვილმა უნდა გაეგო, ვინ ხვდებოდა უცნობ ადამიანებს, ვინ აგზავნიდა საეჭვო წერილებს, ვის ჰქონდა საეჭვო ფინანსური ოპერაციები. კაპიტანმა დაიწყო მუშაობა და უკვე პირველ დღეს აღმოაჩინა საინტერესო დეტალი. ერთ-ერთი პოლკოვნიკი, რომელიც იყო საბჭოს წევრი, ბოლო 2 თვის განმავლობაში სამჯერ შეხვდა ერთსა და იმავე ადამიანს ქალაქის გარეუბანში, მცირე კაფეში, სადაც არავინ დადიოდა სამხედრო პირებიდან. ეს პოლკოვნიკი იყო ალექსანდრე გედევანიშვილი, 55 წლის ოფიცერი, რომელიც ემსახურებოდა ქართულ არმიას დამოუკიდებლობის პირველი დღიდან. გედევანიშვილს ჰყავდა ცოლი და 3 შვილი, ცხოვრობდა მთაწმინდაზე, შვენიერ სახლში და ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე პატიოსან ოფიცრად. მაგრამ ქრივიშვილმა გაარკვია, რომ გედევანიშვილს ჰქონდა საიდუმლო, მისი უფროსი ძმა ცხოვრობდა მოსკოვში და მუშაობდა ბოლშევიკურ ადმინისტრაციაში. აფხაზმა გადაწყვიტა პირადად შეხვედროდა გედევანიშვილს. თებერვლის 25 დღეს, დილის 9 საათზე, გენერალმა მოიწვია პოლკოვნიკი თავის კაბინეტში. გედევანიშვილი შემოვიდა სპოკოინად, მოისალმა სამხედრო წესით და დაჯდა აფხაზის მაგიდის წინ. გენერალმა დაიწყო საუბარი ზოგადი თემებით, როგორ იყო ჯარების მორალი, როგორ მიმდინარეობდა მომზადება თავდაცვისთვის, რა პრობლემები არსებობდა იარაღის მიწოდებაში. გედევანიშვილი პასუხობდა დეტალურად და პროფესიონალურად. მაგრამ შემდეგ აფხაზმა უეცრად ჰკითხა, ალექსანდრე, როდის ისაუბრე ბოლოს შენს ძმასთან მოსკოვში? პოლკოვნიკის სახე მომენტალურად შეიცვალა. მან დააყოვნა რამდენიმე წამი და თქვა, გენერალო, მე არ მაქვს კონტაქტი ჩემს ძმასთან უკვე 2 წელია. ის არჩევანი გააკეთა და მე გავაკეთე ჩემი. აფხაზმა დააკვირდა მის თვალებს და დაინახა რაღაც, რაც აიძულებდა ეჭვი გაეჩინა, გედევანიშვილი ატყუებდა. გენერალმა გააგრძელა და კითხვა უფრო მკაცრად. მან ჰკითხა გედევანიშვილს, სად იყო თებერვლის 21 საღამოს, როდესაც შტაბში გაიმართა საიდუმლო შეხვედრა თავდაცვის გეგმის განსახილველად. პოლკოვნიკმა თქვა, რომ იყო სახლში ოჯახთან ერთად. აფხაზმა ჰკითხა, შეიძლება თუ არა ეს დაადასტურა ვიღაცამ. გედევანიშვილმა თქვა, რომ მისი ცოლი და შვილები დაადასტურებდნენ. მაგრამ გენერალმა უკვე იცოდა, რომ ქრივიშვილის აგენტებმა დაინახეს გედევანიშვილი იმ საღამოს ქალაქის სხვა ნაწილში, იმავე კაფეში, სადაც ის ადრეც ხვდებოდა უცნობ ადამიანს. აფხაზმა დადო ფოტო მაგიდაზე, ფოტო, სადაც გედევანიშვილი იჯდა კაფეში უცნობ მამაკაცთან. პოლკოვნიკმა შეხედა ფოტოს და მისი სახე გაფითრდა. მან თქვა, გენერალო, ეს არის უბრალო შეხვედრა ძველ მეგობართან. აფხაზმა ჰკითხა, ვინ არის ეს მეგობარი? გედევანიშვილმა დააყოვნა და თქვა, მე არ შემიძლია გითხრათ. ეს არის პირადი საქმე. გენერალმა მაშინ თქვა სიტყვები, რომლებიც შეცვალა ყველაფერი. ალექსანდრე, შენ გასცე თბილისის თავდაცვის გეგმა ბოლშევიკებს. მე მაქვს მტკიცებულებები. შენ შეგიძლია აღიარო ახლა და გადაარჩინო შენი ოჯახის პატივი, ან შეგიძლია უარყო და მე გამოვაქვეყნებ ყველაფერი. გედევანიშვილი იჯდა უძრავად რამდენიმე წუთის განმავლობაში. მისი ხელები კანკალებდა. შემდეგ მან ამოიღო ცხვირსახოცი და მოიწმინდა შუბლი. და თქვა, გენერალო, მე არ ვარ მოღალატე. მე ვცდილობდი გადამერჩინა ჩემი ძმის ოჯახი. ბოლშევიკებმა დააპატიმრეს ჩემი ძმის ცოლი და 2 შვილი მოსკოვში. მათ მითხრეს, რომ თუ არ მივაწოდებდი ინფორმაციას, ჩემი ძმის შვილები მოკვდებოდნენ. მე არ მქონდა არჩევანი. აფხაზმა ჰკითხა, რა ინფორმაცია მიაწოდე? გედევანიშვილმა თქვა, მე მივაწოდე თავდაცვის გეგმის ზოგადი სქემა.
მაგრამ არა დეტალები. მე ვფიქრობდი, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი მათთვის რეალური შეტევის დასაგეგმად. აფხაზმა მაშინ თქვა, ალექსანდრე, შენ მიეცი მათ ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ. ბოლშევიკები ახლა იცვლიან შეტევის მიმართულებას და დაარტყამენ სწორედ იქ, სადაც ჩვენ ყველაზე სუსტები ვართ. თბილისი დაეცემა და ეს იქნება შენი ბრალი. პოლკოვნიკი გედევანიშვილი ატირდა. მან თქვა, რომ არ იცოდა, რომ ინფორმაცია იქნებოდა ასე გადამწყვეტი. მან თქვა, რომ ფიქრობდა, რომ ბოლშევიკები მხოლოდ ცდილობდნენ მოეპოვებინათ ზოგადი წარმოდგენა ქართული თავდაცვის შესახებ. აფხაზმა ჰკითხა, ვის აწვდიდი ინფორმაციას, გედევანიშვილმა თქვა, ადამიანს, რომელიც წარმოადგენდა თავს როგორც ბოლშევიკური დაზვერვის ოფიცერს. მისი სახელი იყო სერგო ორჯონიკიძე. აფხაზმა იცოდა ეს სახელი. ორჯონიკიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბოლშევიკური ლიდერი კავკასიაში, ადამიანი, რომელსაც პირადად ენდობოდა ლენინი. თუ ორჯონიკიძე პირადად იყო ჩართული ამ ოპერაციაში, ეს ნიშნავდა, რომ საქართველოს დაპყრობა იყო კრემლის უმაღლესი პრიორიტეტი. აფხაზმა ჰკითხა, როდის შეხვდი ბოლოს ორჯონიკიძეს, გედევანიშვილმა თქვა, გუშინ საღამოს. მან მითხრა, რომ ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მან თქვა, რომ ახლა მათ აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ და რომ თბილისი დაეცემა 3 დღეში. აფხაზმა გაიგო, რომ დრო ამოიწურა. მან უთხრა გედევანიშვილს, რომ ის დაკავებული იყო სამხედრო ღალატში და რომ მას ელოდა სამხედრო ტრიბუნალი. მაგრამ პოლკოვნიკმა თქვა რაღაც, რაც აფხაზს არ ელოდა. გენერალო, მე არ ვარ ერთადერთი. ორჯონიკიძემ მითხრა, რომ მათ აქვთ კიდევ 2 წყარო ქართულ შტაბში. ადამიანები, რომლებიც უფრო მაღლა არიან ჩემზე. ადამიანები, რომლებსაც წვდომა აქვთ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც. აფხაზი შეშინდა. თუ გედევანიშვილი ამბობდა სიმართლეს, ეს ნიშნავდა, რომ ბოლშევიკებს ჰქონდათ აგენტები უმაღლეს დონეზე, შესაძლოა თავად მთავრობაში. გენერალმა ჰკითხა, ვინ არიან ეს ადამიანები, გედევანიშვილმა თქვა, მე არ ვიცი. ორჯონიკიძე არასოდეს არ მითხრა. მაგრამ მან ერთხელ ჩამომცდა და თქვა, რომ ერთ-ერთი მათგანი არის ადამიანი, რომელსაც ყოველდღე ხვდება პრემიერ-მინისტრი. ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი, რომელსაც ყოველდღე ხვდებოდა ნოე ჟორდანია? ეს შეიძლება იყოს მინისტრი, მაღალი რანგის ოფიცერი, ან თუნდაც ვიღაც პრემიერის პირადი მრჩევლებიდან. აფხაზმა გაიგო, რომ მას ჰქონდა რამდენიმე საათი იმისთვის, რომ გაერკვია, ვინ იყო ეს მოღალატე და შეეცადა გადაერჩინა თბილისი. მან დაუყოვნებლივ გაგზავნა ქვრივიშვილი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში იმ დავალებით, რომ დაეკვირვებინა ყველა ადამიანს, ვინც შედიოდა და გამოდიოდა შენობიდან. კაპიტანმა დაიწყო დაკვირვება და უკვე 2 საათის შემდეგ დაინახა რაღაც საეჭვო. ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც გამოვიდა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, შეხვდა ქუჩაში უცნობ ადამიანს და გადასცა მას კონვერტი. ქვრივიშვილმა გაჰყვა ამ უცნობ ადამიანს და დაინახა, რომ ის შევიდა შენობაში, რომელიც ცნობილი იყო როგორც ბოლშევიკური აგენტების საიდუმლო შეხვედრების ადგილი. კაპიტანმა დაუბრუნდა აფხაზს და უამბო, რაც დაინახა. გენერალმა ჰკითხა, ვინ იყო ეს მინისტრი? ქვრივიშვილმა თქვა სახელი, რომელიც აფხაზს არ ელოდა. ეს იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ ლორდ-კიფანიძე. ლორდ-კიფანიძე იყო 50 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მენშევიკად. მას ჰქონდა რეპუტაცია როგორც ადამიანს, რომელიც ებრძოდა ბოლშევიზმს მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. მაგრამ ახლა აფხაზს ჰქონდა მტკიცებულება, რომ ლორდ-კიფანიძე შეიძლება იყოს ბოლშევიკური აგენტი. გენერალმა გადაწყვიტა პირადად შეხვედროდა ლორდ-კიფანიძეს, მაგრამ არაოფიციალურად. მან გაუგზავნა მინისტრის მოადგილეს საიდუმლო შეტყობინება, რომელშიც სთხოვდა შეხვედრას ნეიტრალურ ადგილას, მცირე რესტორანში ძველ თბილისში. თებერვლის 25 საღამოს 9 საათზე აფხაზი და ლორდ-კიფანიძე შეხვდნენ რესტორანში. მინისტრის მოადგილე შემოვიდა სპოკოინად ჩაცმული ელეგანტურ კოსტიუმში, ღიმილით სახეზე. მან მოისალმა აფხაზი და დაჯდა მის მოპირდაპირედ. გენერალმა დაიწყო საუბარი ზოგადი თემებით, მაგრამ შემდეგ უეცრად ჰკითხა, გრიგოლ, რატომ შეხვდი დღეს ბოლშევიკურ აგენტს? ლორდ-კიფანიძის ღიმილი გაქრა. მან ჰკითხა, რაზე საუბრობ, გენერალო? აფხაზმა თქვა, ჩემი ადამიანები დაგინახეს. შენ გადასცი კონვერტი ადამიანს, რომელიც შემდეგ შევიდა ბოლშევიკურ საიდუმლო შეხვედრების ადგილში. ლორდ-კიფანიძემ დააყოვნა და თქვა, ეს იყო უბრალო შემთხვევითობა. ეს ადამიანი არის ჩემი ძველი ნაცნობი. მე გადავეცი მას პირად წერილს. აფხაზმა ჰკითხა, რა იყო ამ წერილში? ლორდ-კიფანიძემ თქვა, ეს არის პირადი საქმე.
გენერალმა მაშინ დადო მაგიდაზე ფოტო, იგივე ფოტო, რომელიც ქვრივიშვილმა გადაიღო. ფოტოზე ნათლად ჩანდა, როგორ ლორდ კიფანიძე გადასცემდა კონვერტს უცნობ ადამიანს. მინისტრის მოადგილემ შეხედა ფოტოს და მისი სახე შეიცვალა. მან გაიგო, რომ აფხაზმა იცოდა ბევრი. ლორდ კიფანიძემ ჩაიდინა ღრმა ამოსუნთქვა და თქვა: გენერალო, შენ არ გესმის სიტუაცია. საქართველო ვერ გადარჩება. ბოლშევიკებს აქვთ ძალა, რომელსაც ჩვენ ვერ დავუპირისპირდებით. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, ან ვებრძოლოთ და დავკარგოთ ყველაფერი, ან თანამშრომლობთ და გადავარჩინოთ რაღაც. აფხაზმა ჰკითხა, რას ნიშნავს გადავარჩინოთ რაღაც? ლორდ კიფანიძემ თქვა: ბოლშევიკები დაპირდნენ, რომ თუ ჩვენ არ გავუწევთ წინააღმდეგობას, ისინი შეინარჩუნებენ ქართულ ავტონომიას საბჭოთა კავშირის შიგნით. ისინი დაპირდნენ, რომ არ იქნება მასობრივი რეპრესიები. ისინი დაპირდნენ, რომ ქართული კულტურა და ენა დარჩება. აფხაზმა მაშინ თქვა სიტყვები, რომლებიც ლორდ კიფანიძემ არასოდეს დაივიწყა: გრიგოლ, შენ ჯერობ ბოლშევიკების დაპირებებს? შენ იცი რა მოხდა სომხეთში და აზერბაიჯანში? ისინი დაპირდნენ იგივეს და შემდეგ მოკლეს ათასობით ადამიანი. შენ ღალატობ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შენ საკუთარ ხალხს. ლორდ კიფანიძე დადგა და თქვა: გენერალო, შენ ხარ იდეალისტი. მე ვარ რეალისტი. ისტორია გვიჩვენებს, რომ იდეალისტები კვდებიან, ხოლო რეალისტები რჩებიან ცოცხალი. მან გამოვიდა რესტორანიდან და დატოვა აფხაზი მარტო. გენერალმა იცოდა, რომ ახლა მას ჰქონდა არჩევანი, ან დაეკავებინა ლორდ კიფანიძე და გამოეწვია პოლიტიკური კრიზისი, ან ეცადა გადაერჩინა თბილისი იმ ძალებით, რომლებიც ჰქონდა. აფხაზმა აირჩია მეორე ვარიანტი. მან დაუბრუნდა შტაბს და მოიწვია ყველა ერთგული ოფიცერი. მან უთხრა მათ, რომ თავდაცვის გეგმა გაცემული იყო და რომ ბოლშევიკები დაარტყამდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. მან უბრძანა ყველა ხელმისაწვდომი ძალის გადაყვანა ამ მიმართულებით. მაგრამ უკვე გვიან იყო. თებერვლის 25 ღამეს 3 საათსა და 15 წუთზე აფხაზმა მიიღო ტელეგრამა თავისი ჯარებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე. ტელეგრამაში ეწერა: წითელი არმია გადალახა საზღვარი. 10,000 ჯარისკაცი მოძრაობს თბილისისკენ. ჩვენ ვერ ვაჩერებთ მათ. გვჭირდება გამაძლიერებელი ძალები. აფხაზმა იცოდა, რომ გამაძლიერებელი ძალები არ იყო. ყველა რეზერვი იყო კონცენტრირებული ჩრდილოეთით, სადაც ელოდნენ მთავარ შეტევას. გენერალმა გაიგო, რომ თბილისი დაეცემოდა. მან ჩაიწერა თავის დღიურში, ღამის 3 საათი და 15 წუთი. თავდაცვის გეგმა გაცემული იყო. ბოლშევიკები იცვლიან შეტევის მიმართულებას. თბილისი დაეცემა 6 საათში. მე ვიცი, ვინ დასცა გრიგოლ ლორდ კიფანიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მისი შთამომავლები დღეს ქართულ პოლიტიკაშია. ისტორიამ უნდა იცოდეს სიმართლე. დილის 9 საათზე, თებერვლის 25, წითელი არმია შევიდა თბილისში. ქართული მთავრობა გაიქცა ბათუმში. აფხაზმა სცადა ორგანიზება გაეწია წინააღმდეგობისთვის, მაგრამ ჯარისკაცები უკვე იყვნენ დემორალიზებული. ბევრმა მათგანმა დატოვა პოზიციები და დაბრუნდა სახლებში. ზოგიერთმა ოფიცერმა თვითმკვლელობა სცადა. გენერალმა იცოდა, რომ ყველაფერი დასრულდა. მან გადაწყვიტა დატოვა საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში. მაგრამ მანამდე მან უნდა დაემალა თავისი დღიური დოკუმენტი, რომელშიც იყო ჩაწერილი სიმართლე ლორდ კიფანიძის ღალატის შესახებ. აფხაზმა გადასცა დღიური თავის ერთგულ ადიუტანტს, კაპიტან ქვრივიშვილს, და უბრძანა გაეტანა იგი საქართველოდან და დაემალა უსაფრთხო ადგილას. ქვრივიშვილმა წაიღო დღიური და გაემგზავრა ბათუმში, სადაც ქართული მთავრობა ცდილობდა ორგანიზება გაეწია ბოლო წინააღმდეგობისთვის. მაგრამ ბათუმიც დაეცა მარტის თვეში. კაპიტანმა გადაწყვიტა გაქცეულიყო თურქეთში. მან ჩაჯდა გემზე, რომელიც მიემართებოდა სტამბოლისკენ. გემზე იყო ასობით ქართველი ემიგრანტი, პოლიტიკოსები, ოფიცრები, ინტელიგენცია. ყველა მათგანი ტოვებდა საქართველოს იმედგაცრუებული და გაბრაზებული. ქვრივიშვილს ჰქონდა აფხაზის დღიური დამალული თავის ჩანთაში. მან იცოდა, რომ ეს დოკუმენტი იყო ძალიან საშიში, თუ ბოლშევიკები აღმოაჩენდნენ მას, ისინი მოკლავდნენ არა მხოლოდ მას, არამედ ყველას, ვინც იცოდა ამ დღიურის შესახებ. სტამბოლში ქვრივიშვილმა შეხვდა სხვა ქართველ ემიგრანტებს. ისინი ცხოვრობდნენ ღარიბულად. ცდილობდნენ იპოვონ სამუშაო და ოცნებობდნენ დაბრუნებაზე საქართველოში. მაგრამ წლები გადიოდა და დაბრუნება უფრო და უფრო შორს ჩანდა.
ქვრივიშვილმა გადაწყვიტა გადასულიყო პარიზში, სადაც იყო უფრო დიდი ქართული ემიგრანტული თემი. 1927 წელს მან ჩავიდა პარიზში და დასახლდა სენ-ჟერმენ-დე-პრეს უბანში. იქ მან გააგრძელა ცხოვრება როგორც ემიგრანტმა, მუშაობდა მცირე სამუშაოებზე და ინახავდა აფხაზის დღიურს როგორც წმინდა რელიქვიას. კაპიტანი ატყობინებდა სხვა ქართველ ემიგრანტებს დღიურის შესახებ, მაგრამ არავინ ჯერობდა მას. ბევრი ფიქრობდა, რომ ეს იყო უბრალოდ კიდევ ერთი ემიგრანტული ლეგენდა. 1951 წელს, როდესაც გერმანიამ დაიკავა პარიზი, ქვრივიშვილმა დამალა დღიური უფრო საიმედო ადგილას. მან შეინახა იგი ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტის ოჯახთან, რომელიც ცხოვრობდა პარიზის გარეუბანში. ეს ოჯახი იყო ლორდ კიფანიძეების ნათესავები, ის იგივე ლორდ კიფანიძეები, რომლის შესახებაც აფხაზმა ჩაწერა თავის დღიურში. ირონია იყო, რომ დღიური, რომელიც ამხელდა ლორდ კიფანიძის ღალატს, ინახებოდა მის ნათესავების სახლში. მაგრამ ქვრივიშვილმა არ იცოდა ეს კავშირი. მან უბრალოდ ენდობოდა ამ ოჯახს, რადგან ისინი იყვნენ ქართველები და ემიგრანტები. ომის შემდეგ 1945 წელს ქვრივიშვილმა სცადა დაებრუნებინა დღიური, მაგრამ ლორდ კიფანიძეების ოჯახმა უთხრა, რომ დღიური დაიკარგა ბომბდარების დროს. კაპიტანი იყო გაბრაზებული და იმედგაცრუებული. მან ფიქრობდა, რომ ისტორიული სიმართლე დაიკარგა სამუდამოდ. ქვრივიშვილი გარდაიცვალა 1957 წელს, ღარიბად და დავიწყებული. მაგრამ დღიური არ დაიკარგა. ლორდ კიფანიძეების ოჯახმა შეინახა იგი საიდუმლო. ისინი იცოდნენ, რა იყო ჩაწერილი იქ და არ სურდათ, რომ ეს ინფორმაცია გახდა საჯარო. ოჯახის უფროსმა, ვასილ ლორდ კიფანიძემ, რომელიც იყო გრიგოლ ლორდ კიფანიძის ძმისშვილი, გადაწყვიტა დაემალა დღიური და არასოდეს ეთქვა არავისთვის მის შესახებ. დღიური გადაეცა თაობიდან თაობას ლორდ კიფანიძეების ოჯახში. თითოეული თაობა იცოდა, რომ ეს დოკუმენტი იყო საშიში და რომ მისი გამოქვეყნება შეიძლება დაეშალა ოჯახის რეპუტაცია. მაგრამ 2010 წლებში, როდესაც ლორდ კიფანიძეების ოჯახის ბოლო წარმომადგენელი, ნინო ლორდ კიფანიძე, გადაწყვიტა გაყიდა ოჯახის ძველი ნივთები, დღიური მოხვდა ანტიკვარიატში. ნინო არ იცოდა, რა იყო ეს დღიური და რატომ ინახებოდა იგი ასე საიდუმლოდ. მან უბრალოდ ფიქრობდა, რომ ეს იყო ძველი ქართული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება ჰქონოდა ანტიკვარული ღირებულება. 2019 წელს, როდესაც ჯან პიერ დიუბუამ შეიძინა ეს არქივი და იპოვა დღიური, მან დაუკავშირდა ქართულ საელჩოს პარიზში. საელჩომ გაგზავნა ექსპერტი, რომელმაც გადაამოწმა დოკუმენტის ავთენტურობა. ექსპერტმა დაადასტურა, რომ დღიური იყო ნამდვილი და რომ იგი ეკუთვნოდა გენერალ კონსტანტინე აფხაზს. საელჩომ შეიძინა დღიური და გადაიტანა თბილისში. იქ დოკუმენტი გადაეცა ეროვნულ არქივს, სადაც ისტორიკოსებმა დაიწყეს მისი შესწავლა. როდესაც ისინი წაიკითხეს 47 გვერდი და იპოვეს ჩანაწერი ლორდ კიფანიძის შესახებ, მათ გაიგეს, რომ ეს იყო ისტორიული აღმოჩენა, რომელსაც შეეძლო შეეცვალა ქართველების წარმოდგენა 1921 წლის მოვლენების შესახებ. მაგრამ დღიურის გამოქვეყნება გამოიწვია კონტროვერსია. ლორდ კიფანიძეების ოჯახის თანამედროვე შთამომავლები, რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოში და რომელთაგან ზოგიერთი იყო ჩართული პოლიტიკაში, უარყოფდნენ ბრალდებებს. ისინი ამბობდნენ, რომ დღიური იყო გაყალბებული ან რომ აფხაზი შეცდომაში იყო. ისინი ამბობდნენ, რომ გრიგოლ ლორდ კიფანიძე იყო პატრიოტი, რომელიც ცდილობდა გადაერჩინა საქართველო დიპლომატიური გზით. მაგრამ ისტორიკოსები, რომლებმაც შეისწავლეს დღიური და სხვა დოკუმენტები იმ პერიოდიდან, დაადასტურეს, რომ აფხაზის ჩანაწერები იყო სანდო. ისინი იპოვეს სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ლორდ კიფანიძე ნამდვილად ჰქონდა კონტაქტები ბოლშევიკურ აგენტებთან. დღეს, 103 წელს თბილისის დაცემის შემდეგ, კითხვა რჩება, რატომ გრიგოლ ლორდ კიფანიძემ გასცა თავდაცვის გეგმა? იყო ეს იდეოლოგიური მოტივი, რწმენა, რომ ბოლშევიზმი იყო მომავალი? იყო ეს პრაგმატული გადაწყვეტილება, სურვილი, რომ თავიდან აეცილებინა მასობრივი სისხლისღვრა? თუ იყო ეს უბრალოდ პირადი ამბიცია, იმედი, რომ ბოლშევიკები მისცემდნენ მას ძალაუფლებას ახალ რეჟიმში? აფხაზის დღიური არ იძლევა ამ კითხვაზე პასუხს. მაგრამ იგი იძლევა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, ისტორიულ ჩანაწერს იმის შესახებ, რომ თბილისის დაცემა არ იყო მხოლოდ სამხედრო დამარცხება, არამედ პოლიტიკური ღალატის შედეგიც. გაგრძელება 2021 წელს, როდესაც დღიური გახდა საჯარო, ქართულ საზოგადოებაში დაიწყო დებატები. ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობდა, რომ ლორდ კიფანიძის ქმედება იყო ღალატი, რომელმაც დაკარგვინა ქართველებს დამოუკიდებლობა 7 ათეული წლის განმავლობაში. სხვები ამბობდნენ, რომ მან სცადა გადაერჩინა ქართველი ხალხი მასობრივი სისხლისღვრისგან და რომ მისი არჩევანი იყო ტრაგიკული, მაგრამ გასაგები.
მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც აღმოაჩინეს ისტორიკოსებმა, როდესაც დაიწყეს დღიურის სხვა გვერდების შესწავლა. აფხაზმა არა მხოლოდ ჩაწერა ლორდ კიფანიძის სახელი, არამედ დეტალურად აღწერა მთელი ქსელი ადამიანებისა, რომლებიც თანამშრომლობდნენ ბოლშევიკებთან. იქ იყო სახელები ოფიცრებისა, პოლიტიკოსებისა და თუნდაც ზოგიერთი ბიზნესმენისა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ თანამშრომლობა ბოლშევიკებთან იყო ერთადერთი გზა გადარჩენისთვის. ეს სახელები შექმნიდა სურათს იმისა, თუ როგორ იყო ქართული ელიტა გაყოფილი 1921 წელს, ზოგი მზად იყო ებრძოლა ბოლომდე, ხოლო სხვები ეძებდნენ კომპრომისს. მაგრამ დღიურში იყო კიდევ ერთი დეტალი, რომელმაც გააკვირვა ისტორიკოსები. აფხაზმა ჩაწერა, რომ თებერვლის 24 საღამოს, ერთი დღით ადრე თბილისის დაცემამდე, მან მიიღო საიდუმლო შეტყობინება ერთ-ერთი თავისი აგენტისგან მოსკოვში. ეს აგენტი, რომლის სახელი დღიურში იყო დაშიფრული როგორც წყარო ნომერი 7, აცხადებდა, რომ ბოლშევიკურ ხელმძღვანელობაში არსებობდა დებატები იმის შესახებ, თუ რა უნდა მოეხდინათ საქართველოსთვის დაპყრობის შემდეგ. ლენინი პირადად ამბობდა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო მოდელური რესპუბლიკა, სადაც ბოლშევიკები აჩვენებდნენ, რომ მათ შეეძლოთ პატივისცემა ეცათ ეროვნულ კულტურას და ტრადიციებს. მაგრამ სტალინი, რომელიც თვითონ იყო ქართველი, ამბობდა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო მკაცრად კონტროლირებადი, რადგან ქართველები ჰქონდათ ძლიერი ეროვნული იდენტობა და შეეძლოთ გამხდარიყვნენ საფრთხე საბჭოთა ხელისუფლებისთვის. ეს დებატები განსაზღვრავდა იმას, თუ რა მოხდებოდა საქართველოში მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში. აფხაზის წყარო ნომერი 7 აცხადებდა, რომ სტალინმა მოიგო ეს დებატები. ის დაარწმუნა ლენინს, რომ საქართველო საჭიროებდა სპეციალურ მიდგომას, ეს ნიშნავდა მკაცრ კონტროლს, რეპრესიებს, ეროვნული ინტელიგენციის წინააღმდეგ და ქართული კულტურის თანდათანობით რუსიფიკაციას. აფხაზმა ჩაწერა თავის დღიურში, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ ლორდ კიფანიძე და სხვები, რომლებიც ჯერობენ ბოლშევიკების დაპირებებს, არიან უბრალოდ სულელები. ბოლშევიკები არ აპირებენ შეინარჩუნონ ქართული ავტონომია. ისინი აპირებენ გაანადგურონ ყველაფერი, რაც ქართულია. ეს პროგნოზი აღმოჩნდა სწორი. მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლებამ განახორციელა მასობრივი რეპრესიები ქართველი ინტელიგენციის, სასულიერო პირებისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერების წინააღმდეგ. მაგრამ დღიურში იყო კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც გახდა ყველაზე კონტროვერსიული. აფხაზმა ჩაწერა, რომ თებერვლის 25 ღამეს, რამდენიმე საათით ადრე თბილისის დაცემამდე, მან მიიღო ტელეფონის ზარი პრემიერ-მინისტრ ნოე ჟორდანიასგან. ჟორდანია, რომელიც იმ დროს იყო ბათუმში, სადაც ცდილობდა ორგანიზება გაეწია ევაკუაციისთვის, უთხრა აფხაზს რაღაც, რაც გენერალმა არასოდეს დაივიწყა. ჟორდანიამ თქვა, კონსტანტინე, მე ვიცი ლორდ კიფანიძის შესახებ. მე ვიცოდი მისი კონტაქტების შესახებ ბოლშევიკებთან უკვე 2 თვის განმავლობაში. მე ვუშვებდი მას, რადგან ფიქრობდი, რომ ეს იყო ერთადერთი გზა დიპლომატიური არხების შესანარჩუნებლად. მე ვცდილობდი გამოვიყენო ის როგორც არხი მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ მე არ ველოდი, რომ ის გასცემდა სამხედრო საიდუმლოებებს. აფხაზი შოკში იყო. ეს ნიშნავდა, რომ თავად პრემიერ-მინისტრი იცოდა ლორდ კიფანიძის კონტაქტების შესახებ და არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად. გენერალმა ჰკითხა ჟორდანიას, რატომ არ შემაჩერეთ ის, პრემიერმა პასუხობდა, რადგან მე ვიცოდი, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით სამხედრო გზით. ჩვენი ერთადერთი იმედი იყო დიპლომატია. მე ვფიქრობდი, რომ ლორდ კიფანიძის კონტაქტები შეიძლება გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ მოგვეთხოვა ბოლშევიკებისგან უკეთესი პირობები. მაგრამ მე შევცდი. ბოლშევიკები არ აპირებდნენ მოლაპარაკებას. ისინი აპირებდნენ სრულ დაპყრობას. აფხაზმა ჩაწერა ეს საუბარი თავის დღიურში და დაამატა კომენტარი, ჟორდანია არის პატიოსანი ადამიანი, მაგრამ ის იყო ნაიური პოლიტიკოსი. მან ჯერა, რომ შეეძლო ითამაშა ბოლშევიკებთან. მაგრამ ბოლშევიკები არ თამაშობენ. ისინი ანადგურებენ. ეს ჩანაწერი გახდა ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული დღიურში, რადგან იგი აყენებდა კითხვას, რამდენად იყო პასუხისმგებელი თავად ქართული მთავრობა თბილისის დაცემაში. ისტორიკოსები, რომლებმაც შეისწავლეს ეს ჩანაწერი, გაიყვნენ ორ ბანაკად. ზოგიერთი ამბობდა, რომ ჟორდანია ცდილობდა გადაერჩინა საქართველო ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალებით, დიპლომატიით და რომ მისი გადაწყვეტილება. თუმცა შეცდომა იყო გასაგები იმ გარემოებებში. სხვები ამბობდნენ, რომ ჟორდანიამ უნდა დაეკავებინა ლორდ კიფანიძე დაუყოვნებლივ, როგორც კი გაიგო მისი კონტაქტების შესახებ, და რომ მისმა უმოქმედობამ ხელი შეუწყო ღალატს.
მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ დღიურში აფხაზმა ჩაწერა კიდევ ერთი დეტალი. ჟორდანიამ უთხრა მას, რომ ლორდ კიფანიძე არ იყო ერთადერთი, ვისაც ჰქონდა კონტაქტები ბოლშევიკებთან. იყო კიდევ ორი ადამიანი მთავრობაში, რომლებიც ასევე ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ არხები მოლაპარაკებებისთვის. ჟორდანიამ არ დაასახელა ეს ორი ადამიანი, მაგრამ აფხაზმა ჩაწერა, მე ვიცი ვინ არიან ისინი. ერთი მათგანი არის ფინანსთა მინისტრი, მეორე არის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ორივე მათგანი ფიქრობს, რომ ბოლშევიკებთან თანამშრომლობა არის ერთადერთი გზა გადარჩენისთვის. ეს ჩანაწერი ქმნიდა სურათს იმისა, თუ როგორ იყო ქართული მთავრობა ღრმად გაყოფილი 1921 წლის თებერვალში. ერთი ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა აფხაზი და სხვა სამხედრო ლიდერები, სურდათ ებრძოლათ ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ შანსები იყო მინიმალური. მეორე ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა ჟორდანია და ზოგიერთი მინისტრი, ფიქრობდა, რომ დიპლომატია იყო ერთადერთი რეალისტური ვარიანტი. მესამე ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა ლორდ კიფანიძე და მისი თანამოაზრეები, ფიქრობდა, რომ თანამშრომლობა ბოლშევიკებთან იყო აუცილებელი გადარჩენისთვის. ეს გაყოფა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ვერ შეძლო ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. როდესაც ლიდერები არ არიან ერთიანი, ჯარისკაცები კარგავენ მორალს და ხალხი კარგავს იმედს. მაგრამ დღიურში იყო კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც აფხაზმა ჩაწერა თებერვლის 25 ღამეს, მისი ბოლო ჩანაწერი თბილისში. გენერალმა დაწერა, დღეს ღამით, როდესაც ვიცოდი, რომ ყველაფერი დასრულდა, მე გადავწყვიტე ჩავატარო ბოლო ექსპერიმენტი. მე გავაგზავნეთ სრულ ინფორმაცია ლორდ კიფანიძისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ გვქონდა საიდუმლო რეზერვი 10,000 ჯარისკაცისა, რომლებიც იყვნენ დამალული მთებში და მზად იყვნენ კონტრშეტევისთვის. ეს იყო სრული სიცრუე. ჩვენ არ გვქონდა არანაირი რეზერვი. მაგრამ მე ვსურდა ვენახე, გასცემდა თუ არა ლორდ კიფანიძე ამ ინფორმაციასაც. 2 საათის შემდეგ ჩემმა აგენტებმა დაინახეს, როგორ ლორდ კიფანიძე შეხვდა თავის კონტაქტს და გადასცა კონვერტი. ეს იყო საბოლოო მტკიცებულება. ლორდ კიფანიძე არ იყო უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცდილობდა დიპლომატიურ არხების შენარჩუნებას. ის იყო აქტიური ბოლშევიკური აგენტი, რომელიც აწვდიდა ყველა ინფორმაციას, რასაც მიიღებდა. ეს ჩანაწერი იყო დამამტკიცებელი. აფხაზმა არა მხოლოდ დაასახელა ლორდ კიფანიძე როგორც მოღალატე, არამედ აღწერა კონკრეტული ექსპერიმენტი, რომელიც ამტკიცებდა მის ბრალეულობას. ისტორიკოსებმა, რომლებმაც შეისწავლეს ეს ჩანაწერი, სცადეს იპოვონ დამატებითი მტკიცებულებები. ისინი გადახედეს ბოლშევიკურ არქივებს და იპოვეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ბოლშევიკურ შტაბს ნამდვილად ჰქონდა ინფორმაცია ქართული საიდუმლო რეზერვის შესახებ თებერვლის 25 ღამეს. ეს ინფორმაცია იყო ჩაწერილი ერთ-ერთ ოპერატიულ ანგარიშში, რომელიც დათარიღებული იყო თებერვლის 25 ღამის 5 საათი. ანგარიშში ეწერა, ჩვენმა წყარომ ქართულ შტაბში აცხადა, რომ მათ აქვთ დამალული რეზერვი 10,000 ჯარისკაცის ამ მთებში. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია ჩვენს გეგმებში. ეს იყო პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ აფხაზის ცრუ ინფორმაცია მოხვდა ბოლშევიკებთან და რომ ლორდ კიფანიძე იყო არხი, რომლის მეშვეობითაც ეს მოხდა. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული იყო ის, რაც აფხაზმა ჩაწერა თავისი დღიურის ბოლო გვერდზე. გენერალმა დაწერა, მე ვტოვებ საქართველოს დღეს. მე ვიცი, რომ აღარასოდეს დაუბრუნდები. მე ვიცი, რომ ბოლშევიკები მოკლავენ ან დააპატიმრებენ ყველას, ვინც ებრძოდა მათ. მე ვიცი, რომ ლორდ კიფანიძე და სხვები, რომლებიც თანამშრომლობდნენ მათთან, ფიქრობენ, რომ გადაარჩინეს საკუთარი თავი. მაგრამ ისინი შეცდომაში არიან. ბოლშევიკები არ ინდობენ არავის, ვინც ერთხელ ღალატობდა. ლორდ კიფანიძე და მისი თანამოაზრეები იქნებიან პირველები, ვინც მოკლავენ ან დააპატიმრებენ, როგორც კი ბოლშევიკები განამტკიცებენ თავიანთ ხელისუფლებას. ეს არის ისტორიის ირონია, მოღალატეები ყოველთვის კვდებიან პირველები. ეს პროგნოზი აღმოჩნდა სწორი. გრიგოლ ლორდ კიფანიძე დააპატიმრეს 1927 წელს, ბრალდებით კონტრრევოლუციურ საქმიანობაში. მას მიუსაჯეს 10 წელი შრომით ბანაკში. ის გარდაიცვალა 1939 წელს სიბერიის ბანაკში, დავიწყებული და უპატივცემულო. დღეს, როდესაც ქართველები კითხულობენ აფხაზის დღიურს, ისინი ხედავენ არა მხოლოდ ისტორიულ დოკუმენტს, არამედ გაფრთხილებას. გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ ღალატი არასოდეს არის გამართლებული, მიუხედავად იმისა, თუ რა მოტივებით კეთდება იგი. გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ თანამშრომლობა ავტორიტარულ რეჟიმთან არასოდეს არის გზა გადარჩენისთვის, არამედ გზა თვითგანადგურებისკენ.
გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ ისტორია ყოველთვის ავლენს სიმართლეს, თუნდაც 100 წელს დასჭირდეს ამისთვის. აფხაზის დღიური არის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებამ შეიძლება შეცვალოს მთელი ერის ბედი. ლორდ კიფანიძის არჩევანმა, თუნდაც ის გაკეთდა კეთილი ნიათით, დაკარგვინა ქართველებს დამოუკიდებლობა 7 ათეული წლის განმავლობაში. მაგრამ დღიური ასევე აჩვენებს რაღაც სხვას იმას, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დაკარგა თავისი სურვილი თავისუფლებისთვის. აფხაზმა ჩაწერა თავის ბოლო ჩანაწერში, მე ვტოვებ საქართველოს, მაგრამ არა იმედს. მე ვიცი, რომ ქართველები ერთ დღეს დაიბრუნებენ თავიანთ დამოუკიდებლობას. მე ვიცი, რომ ისინი არასოდეს დაივიწყებენ, ვინ იყვნენ ისინი და საიდან მოვიდნენ. მე ვიცი, რომ ეს დღიური ერთ დღეს იქნება წაკითხული თავისუფალ საქართველოში და რომ ახალი თაობა ისწავლის ჩვენი შეცდომებიდან. ეს სიტყვები აღმოჩნდა პროფეტული. 7 ათეული წლის შემდეგ, 1991 წელს, საქართველომ დაიბრუნა თავისი დამოუკიდებლობა. და ახლა 2024 წელს, ახალი თაობა კითხულობს აფხაზის დღიურს და სწავლობს ისტორიის გაკვეთილებს. რას გვასწავლის აფხაზის დღიური? პირველ რიგში იმას, რომ ისტორია არის არა მხოლოდ დიდი მოვლენების ქრონიკა, არამედ ინდივიდუალური არჩევანების ჯამი. ლორდ კიფანიძის არჩევანმა, ჯორდანიას უმოქმედობამ, აფხაზის სიმამაცემ, ყველა ამ არჩევანმა ერთად შექმნა ის ისტორია, რომელიც ჩვენ ვიცით. მეორე დღიური გვასწავლის, რომ ღალატი არასოდეს რჩება დამალული. ლორდ კიფანიძემ ფიქრობდა, რომ მისი საიდუმლოდ არჩებოდა დამალული სამუდამოდ. მაგრამ 103 წელს შემდეგ მისი სახელი არის ცნობილი როგორც მოღალატის სახელი. მესამე დღიური გვასწავლის, რომ ისტორიული სიმართლე ყოველთვის ავლენს თავს, თუნდაც საუკუნე დასჭირდეს ამისთვის. აფხაზის დღიური იყო დამალული 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ იგი იპოვეს და გახდა საჯარო. დღეს, როდესაც ქართველები ხედავენ ლორდ კიფანიძის შთამომავლებს პოლიტიკაში, ისინი იხსენებენ აფხაზის სიტყვებს, მისი შთამომავლები დღეს ქართულ პოლიტიკაშია. ეს არის ისტორიის ირონია, მოღალატის შთამომავლები აგრძელებენ პოლიტიკურ კარიერას, ხოლო პატრიოტის, აფხაზის, სახელი იყო თითქმის დავიწყებული. მაგრამ ახლა, როდესაც დღიური გახდა საჯარო, ქართველები იწყებენ ხსენებას აფხაზისა როგორც გმირისა, რომელმაც სცადა გადაერჩინა თბილისი და რომელმაც დატოვა ისტორიული ჩანაწერი სიმართლის შესახებ. აფხაზის დღიური არის არა მხოლოდ დოკუმენტი წარსულის შესახებ, არამედ გზამკვლევი მომავლისთვის. იგი გვასწავლის, რომ პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პრაგმატიზმი, რომ სიმართლე უფრო ძლიერია ვიდრე სიცრუე. და რომ ისტორია ყოველთვის ამხელს მოღალატეებს. მაგრამ დღიური ასევე აჩვენებს, რომ ისტორია არის რთული და რომ არ არსებობს მარტივი პასუხები. ლორდ კიფანიძე არ იყო უბრალოდ ბოროტი ადამიანი, რომელიც სურდა ღალატი. ის იყო ადამიანი, რომელიც ეძებდა გზას გადარჩენისთვის იმ სიტუაციაში, სადაც ყველა ვარიანტი იყო ცუდი. მისი შეცდომა იყო ის, რომ მან ჯერა ბოლშევიკების დაპირებებს და ფიქრობდა, რომ შეეძლო ითამაშა მათთან. ჟორდანია ასევე არ იყო უბრალოდ სუსტი ლიდერი. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა იპოვა დიპლომატიური გზა კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ რომელმაც არ გაიგო, რომ ბოლშევიკები არ აპირებდნენ მოლაპარაკებას. აფხაზი იყო გმირი, მაგრამ თუნდაც მისი სიმამაცე ვერ შეძლო თბილისის გადარჩენა, რადგან ძალების თანაფარდობა იყო ძალიან არათანაბარი. დღიური გვასწავლის, რომ ისტორია არის არა მხოლოდ გმირებისა და მოღალატეების ისტორია, არამედ ტრაგიკული არჩევანების ისტორია. 1921 წლის თებერვალში ქართველ ლიდერებს არ ჰქონდათ კარგი ვარიანტები. ისინი შეეძლოთ ებრძოლათ და დაკარგავდნენ ათასობით სიცოცხლეს, ან ეცადათ დიპლომატია და დაკარგავდნენ დამოუკიდებლობას. ისინი აირჩიეს სხვადასხვა გზები და ყველა მათგანი დასრულდა ტრაგედიით. მაგრამ დღიური ასევე გვასწავლის, რომ თუნდაც ტრაგედიაში ადამიანებს შეუძლიათ შეინარჩუნონ თავიანთი ღირსება და პრინციპები. აფხაზმა შეინარჩუნა თავისი პრინციპები ბოლომდე. მან არ დათმო თავისი რწმენა საქართველოს დამოუკიდებლობაში, რომ ყოფილიყავით აფხაზის ადგილზე. ეს კითხვები არის აქტუალური დღესაც, რადგან ისტორია მეორდება და ადამიანები კვლავ აწყდებიან რთულ არჩევანებს. აფხაზის დღიური არის გაფრთხილება და გზამკვლევი იმ თაობებისთვის, რომლებიც მოვლენ მომავალში. იგი გვასწავლის, რომ პრინციპები ღირს დაცვას, რომ სიმართლე ღირს თქმას და რომ ისტორია ღირს დამახსოვრებას. რადგან ის, ვინც არ იცის ისტორია, განწირულია გაიმეოროს იგი. გაგრძელება, მაგრამ აფხაზის დღიური შეიცავს კიდევ ერთ საიდუმლოს, რომელიც ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს მხოლოდ 2021 წელს, როდესაც დაიწყეს დოკუმენტის ღრმა ანალიზი.
დღიურის ერთ-ერთ გვერდზე, რომელიც დათარიღებული იყო თებერვლის 23-ე, აფხაზმა ჩაწერა რაღაც, რაც ცვლის მთელ ჩვენს გაგებას იმ მოვლენების შესახებ. გენერალმა დაწერა: დღეს შუადღისას მივიღე საიდუმლო შეტყობინება ჩემი აგენტისგან ბაქოში. მან მითხრა, რომ ბოლშევიკურ შტაბში არის ერთი ადამიანი, რომელიც არ ეთანხმება საქართველოს შეტევის გეგმას. ეს ადამიანი არის მაღალი რანგის ოფიცერი, რომელიც თვითონ არის ქართველი წარმოშობით. მან სცადა დაერწმუნებინა ლენინი, რომ საქართველოს შეტევა იქნებოდა შეცდომა, რადგან ეს გამოიწვევდა საერთაშორისო პროტესტებს და დაძაბავს ურთიერთობებს დასავლეთთან. მაგრამ სტალინმა დაბლოკა მისი არგუმენტები და დაარწმუნა ლენინი, რომ საქართველოს დაპყრობა იყო აუცილებელი საბჭოთა კავშირის უსაფრთხოებისთვის. ეს ჩანაწერი იყო შოკის მომგვრელი, რადგან იგი ავლენდა, რომ თუნდაც ბოლშევიკურ ხელმძღვანელობაში არსებობდა ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს შეტევას. აფხაზმა არ დაასახელა ამ ადამიანის სახელი, მაგრამ ისტორიკოსებმა, რომლებმაც შეისწავლეს ბოლშევიკური არქივები, იპოვეს მტკიცებულებები იმისა, რომ ეს შეიძლება იყო ფილიპ მახარაძე, ქართველი ბოლშევიკი, რომელიც მოგვიანებით გახდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარე. მახარაძე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბოლშევიკი, ჰქონდა ძლიერი ქართული ეროვნული გრძნობები და ცდილობდა დაეცვა ქართული ინტერესები საბჭოთა სისტემის ფარგლებში. მაგრამ სტალინი, რომელიც ასევე იყო ქართველი, არ იზიარებდა ამ გრძნობებს. სტალინისთვის საბჭოთა იმპერია იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ქართული ეროვნული ინტერესები. აფხაზის დღიური ასევე ავლენს, რომ გენერალს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავდნენ ბოლშევიკები საქართველოს მართვას დაპყრობის შემდეგ. თებერვლის 24 ჩანაწერში აფხაზმა დაწერა: ჩემმა აგენტმა მოსკოვში მითხრა, რომ ბოლშევიკებს აქვთ სამი ეტაპიანი გეგმა საქართველოსთვის. პირველ ეტაპზე პირველი 6 თვის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ილუზიას ქართული ავტონომიისა. ისინი დატოვებენ ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოს ხელისუფლებაში და აჩვენებენ, რომ პატივს სცემენ ქართულ კულტურას. მეორე ეტაპზე 6-დან 2 წლის განმავლობაში ისინი თანდათან ჩაანაცვლებენ ქართველ ლიდერებს რუსი ბოლშევიკებით და დაიწყებენ რეპრესიებს ეროვნული ინტელიგენციის წინააღმდეგ. მესამე ეტაპზე 2 წლის შემდეგ ისინი სრულად გაანადგურებენ ქართულ ავტონომიას და ჩაატარებენ მასობრივ რეპრესიებს ყველას წინააღმდეგ, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს რუსიფიკაციას. ეს პროგნოზი აღმოჩნდა საოცრად ზუსტი. პირველ 6 თვეში ბოლშევიკებმა ნამდვილად შეინარჩუნეს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ხელისუფლებაში, მათ შორის ფილიპ მახარაძე და სხვები. ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველო იყო თავისუფალი საბჭოთა რესპუბლიკა და რომ ქართული კულტურა იქნებოდა დაცული. მაგრამ უკვე 1922 წლის ბოლოსთვის დაიწყო რეპრესიები. 1923 წელს მოხდა ქართული აჯანყება, რომელიც სისხლიანად ჩაახშეს. 1927 წლიდან დაიწყო მასობრივი რეპრესიები, რომლებმაც მოიცვა ათასობით ქართველი ინტელიგენტი, სასულიერო პირი და ეროვნული მოძრაობის წევრი. აფხაზის პროგნოზი აღსრულდა სიტყვასიტყვით. მაგრამ დღიურში იყო კიდევ ერთი დეტალი, რომელიც აჩვენებდა, რომ აფხაზი არ იყო უბრალოდ სამხედრო ადამიანი, არამედ ღრმა მოაზროვნე, რომელიც ხედავდა ისტორიის ფართო პერსპექტივას. თებერვლის 25 ღამეს თავის ბოლო ჩანაწერში თბილისში გენერალმა დაწერა: დღეს ღამით, როდესაც ვუყურებ თბილისის ცას და ვიცი, რომ ეს არის ჩემი ბოლო ღამე ამ ქალაქში, მე ვფიქრობ არა მხოლოდ იმაზე, რაც დავკარგეთ დღეს, არამედ იმაზეც, რას მოიტანს მომავალი. ბოლშევიკები ფიქრობენ, რომ მათ მოიგეს. მაგრამ ისინი არ იციან, რომ ისტორია არის გრძელი და რომ იმპერიები ყოველთვის ინგრევა. რუსეთის იმპერია ჩამოიშალა, ოსმალეთის იმპერია ჩამოიშალა, ავსტრო-უნგრეთის იმპერია ჩამოიშალა. საბჭოთა იმპერიაც ჩამოიშლება. და როდესაც ეს მოხდება, ქართველები კვლავ დაიბრუნებენ თავიანთ დამოუკიდებლობას. ჩემი ერთადერთი იმედია, რომ მომავალი თაობები ისწავლიან ჩვენი შეცდომებიდან და არ გაიმეორებენ მათ. ეს სიტყვები იყო პროფეტული. 7 ათეული წლის შემდეგ 1991 წელს საბჭოთა კავშირი ნამდვილად ჩამოიშალა და საქართველომ დაიბრუნა თავისი დამოუკიდებლობა. მაგრამ აფხაზის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მომავალმა თაობებმა უნდა ისწავლონ წარსული შეცდომებიდან, რჩება აქტუალური დღესაც. დღიურის გამოქვეყნების შემდეგ ქართულ საზოგადოებაში დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, თუ რა გაკვეთილები უნდა ამოვიღოთ 1921 წლის მოვლენებიდან. ზოგიერთი ამბობს, რომ მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ არასოდეს უნდა ვენდოთ ავტორიტარულ რეჟიმებს და რომ დამოუკიდებლობა ღირს ნებისმიერი ფასი. სხვები ამბობენ, რომ გაკვეთილი არის ის, რომ პოლიტიკური ერთიანობა არის აუცილებელი ეროვნული გადარჩენისთვის და რომ გაყოფილი ელიტა ყოველთვის იწვევს კატასტროფას.
მაგრამ შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც გვასწავლის აფხაზის დღიური. არის ის, რომ ისტორია არის არა მხოლოდ წარსული, არამედ ცოცხალი ძალა, რომელიც აგრძელებს გავლენას აწმყოზე. ლორდ კიფანიძის ღალატი, რომელიც მოხდა 103 წელს წინ, კვლავ აღძრავს ემოციებს დღეს. აფხაზის სიმამაცე, რომელიც გამოვლინდა იმავე დროს, კვლავ შთააგონებს ადამიანებს დღეს. დღიური გვასწავლის, რომ ჩვენი არჩევანები დღეს გავლენას მოახდენს თაობებზე, რომლებიც მოვლენ ჩვენ შემდეგ. ლორდ კიფანიძემ არ იცოდა, რომ მისი არჩევანი 103 წელს შემდეგ კვლავ იქნებოდა განხილვის საგანი. აფხაზმა არ იცოდა, რომ მისი დღიური 103 წელს შემდეგ იქნებოდა ისტორიული დოკუმენტი, რომელსაც შეისწავლიდნენ ათასობით ადამიანი. მაგრამ ორივე მათგანის არჩევანმა შექმნა ისტორია, რომელიც ცოცხალია დღესაც. დღეს, როდესაც ახალი თაობა ქართველებისა კითხულობს აფხაზის დღიურს, ისინი ხედავენ არა მხოლოდ ისტორიულ დოკუმენტს, არამედ სარკეს, რომელიც ასახავს მათ საკუთარ დროს. რამდენად განსხვავდება დღევანდელი საქართველო 1921 წლის საქართველოსგან? რამდენად ისწავლეს ქართველებმა იმ შეცდომებიდან? რამდენად არიან დღევანდელი ლიდერები უფრო ერთიანები, ვიდრე იყვნენ მაშინდელები? რამდენად არიან დღევანდელი ქართველები უფრო მზად დაიცვან თავიანთი დამოუკიდებლობა? ეს კითხვები რჩება ღია და თითოეული თაობა უნდა უპასუხოს მათ თავისი არჩევანებით. აფხაზის დღიური არის გაფრთხილება, გზამკვლევი და შთაგონება იმ თაობებისთვის, რომლებიც მოვლენ მომავალში. იგი გვასწავლის, რომ ისტორია არის მასწავლებელი, რომელიც არასოდეს იღლება და რომელიც ყოველთვის ითხოვს ანგარიშს. მაგრამ დღიური ასევე აჩვენებს, რომ ისტორია არის არა მხოლოდ დიდი მოვლენების ქრონიკა, არამედ პირადი ისტორიების ჯამი. აფხაზის დღიურში არის არა მხოლოდ პოლიტიკური ანალიზი და სამხედრო დეტალები, არამედ პირადი გრძნობები და ფიქრები. გენერალი წერდა თავის შიშებს, თავის იმედებს, თავის იმედგაცრუებას. მან წერდა იმის შესახებ, თუ როგორ ტოვებდა თავის ოჯახს, თავის მეგობრებს, თავის ქვეყანას. მან წერდა იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობდა თავს, როდესაც ხედავდა, რომ ყველაფერი, რისთვისაც იბრძოდა, იკარგებოდა. ეს პირადი დეტალები ხდის დღიურს არა მხოლოდ ისტორიულ დოკუმენტს, არამედ ადამიანურ დოკუმენტს, რომელიც გვაჩვენებს, რომ ისტორიას აკეთებენ არა აბსტრაქტული ძალები, არამედ ცოცხალი ადამიანები თავიანთი გრძნობებით, შიშებით და იმედებით. აფხაზის დღიურის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ჩანაწერში, რომელიც დათარიღებულია თებერვლის 25 დილით, გენერალმა დაწერა, დღეს დილით, როდესაც გავიღვიძე და გავიგე, რომ წითელი არმია შემოვიდა თბილისში, პირველი, რაც გავიფიქრე, იყო ჩემი შვილები. ისინი არიან ბათუმში, ჩემს ცოლთან ერთად. მე არ ვიცი, როდის ვნახავ მათ კვლავ. მე არ ვიცი, გაიგებენ თუ არა ისინი ოდესმე, რატომ მე ავირჩიე ბრძოლა იმის ნაცვლად, რომ წავსულიყავი მათთან ერთად. მაგრამ მე ვიცი, რომ თუ ყველა ადამიანი აირჩევდა ოჯახს ქვეყნის ნაცვლად, მაშინ არ იარსებებდა არც ერთი ქვეყანა. ვიღაცამ უნდა აირჩიოს პრინციპები პირად ბედნიერებაზე მაღლა. ვიღაცამ უნდა იყოს მზად გაიღოს მსხვერპლი იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა იცხოვრონ თავისუფლად. ეს სიტყვები აჩვენებს, რომ აფხაზი არ იყო უბრალოდ სამხედრო ადამიანი, არამედ მამა, ქმარი, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა პირადი ცხოვრება და პირადი გრძნობები. დღეს, როდესაც ქართველები კითხულობენ ამ სიტყვებს, ისინი ხედავენ არა მხოლოდ გენერალს, არამედ ადამიანს, რომელმაც გააკეთა ყველაზე რთული არჩევანი, რაც ადამიანს შეუძლია, აირჩია ქვეყანა ოჯახზე მაღლა. ეს არჩევანი არის ის, რაც აკეთებს აფხაზს გმირად. არა მისი სამხედრო უნარები, არა მისი სტრატეგიული აზროვნება, არამედ მისი მზადყოფნა, გაეღო პირადი მსხვერპლის საერთო კეთილდღეობისთვის. დღიური გვასწავლის, რომ გმირობა არის არა ის, რომ არ გეშინია, არამედ ის, რომ გეშინია. მაგრამ მაინც აკეთებს სწორს. აფხაზს ეშინოდა. მას ეშინოდა თავისი ოჯახის გამო, ეშინოდა თავისი ქვეყნის გამო, ეშინოდა მომავლის გამო. მაგრამ მან მაინც აირჩია ბრძოლა და მან მაინც დატოვა ჩანაწერი სიმართლის შესახებ. დღიურის ბოლო გვერდზე, რომელიც დათარიღებულია მარტის 2, როდესაც აფხაზი უკვე იყო სტამბოლში, გენერალმა დაწერა, დღეს მე დავტოვე საქართველოს სამუდამოდ. მე ვიცი, რომ აღარასოდეს დაუბრუნდები. მე ვიცი, რომ ჩემი შვილები გაიზრდებიან უცხო ქვეყანაში და შესაძლოა დაივიწყონ ქართული ენა. მე ვიცი, რომ ჩემი სახელი დაივიწყება და რომ ისტორია დაწერს ბოლშევიკები. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ სიმართლე ყოველთვის ავლენს თავს. ამიტომ მე ვტოვებ ამ დღიურს როგორც ჩემს ჩვენებას მომავალი თაობებისთვის. როდესაც საქართველო კვლავ იქნება თავისუფალი და ის იქნება თავისუფალი, ეს დღიური უნდა იპოვონ და წაიკითხონ. და მაშინ ადამიანები გაიგებენ, რა ნამდვილად მოხდა 1921 წელს. ისინი გაიგებენ.
ვინ იყვნენ გმირები და ვინ იყვნენ მოღალატეები. ისინი გაიგებენ, რომ დამოუკიდებლობა არის არა საჩუქარი, არამედ მუდმივი ბრძოლის შედეგი. და ისინი გაიგებენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისთვის მოდის არა გარედან, არამედ შიგნიდან, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ცდილობენ გადარჩენას, მაგრამ რეალურად ახდენენ ღალატს. ეს იყო აფხაზის ბოლო ჩანაწერი დღიურში. 103 წლის შემდეგ მისი სიტყვები აღსრულდა. დღიური იპოვეს, წაიკითხეს და გახდა ისტორიული დოკუმენტი. ადამიანებმა გაიგეს, რა ნამდვილად მოხდა 1921 წელს. ისინი გაიგეს, ვინ იყვნენ გმირები და ვინ იყვნენ მოღალატეები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რჩება, ისწავლეს თუ არა ქართველებმა ამ გაკვეთილებიდან. გაიმეორებენ თუ არა ისინი იმავე შეცდომებს. დაიცავენ თუ არა ისინი თავიანთ დამოუკიდებლობას უკეთ, ვიდრე დაიცვეს მათმა წინაპრებმა. ამ კითხვებზე პასუხს მისცემს არა ისტორიკოსები, არამედ თავად ქართველი ხალხი თავისი არჩევანებით. თავისი ქმედებებით, თავისი ერთიანობით ან გაყოფილობით. აფხაზის დღიური არის გაფრთხილება, მაგრამ ის ასევე არის გამოწვევა იმისთვის, რომ ვიყოთ უკეთესები, ვიდრე იყვნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვისწავლოთ მათი შეცდომებიდან და არ გავიმეოროთ ისინი. რას ფიქრობთ თქვენ? იყო თუ არა ლორდ ქიფანიძე მოღალატე, თუ უბრალოდ ადამიანი, რომელმაც გააკეთა ტრაგიკული არჩევანი რთულ სიტუაციაში? იყო თუ არა ჟორდანია სუსტი ლიდერი, თუ რეალისტი, რომელმაც სადა გადაერჩინა რაც შეიძლებოდა? იყო თუ არა აფხაზი გმირი, თუ იდეალისტი, რომელმაც ვერ გაიგო რეალობა? ეს კითხვები არ აქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხები და სწორედ ამიტომ აფხაზის დღიური რჩება აქტუალური დღესაც. ის გვაიძულებს ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ. და სწორედ ეს არის ისტორიის ნამდვილი ღირებულება, არა ის, რომ იგი გვაძლევს გოტოვ პასუხებს, არამედ ის, რომ იგი გვაიძულებს დავსვათ სწორი კითხვები. გაგრძელება, მაგრამ აფხაზის დღიურში არის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც თითქმის არავის შეუსწავლია საფუძვლიანად ის გვერდები, სადაც გენერალი წერს არა პოლიტიკაზე და სამხედრო საქმეებზე, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ თბილისში იმ ბოლო დღეებში. 1921 წლის თებერვლის 21 საღამოს, როდესაც აფხაზი დადიოდა ქალაქის ქუჩებში და ხედავდა, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები თავიანთი ჩვეულებრივი ცხოვრებით, მან ჩაწერა, დღეს საღამოს გავიარე რუსთაველის გამზირზე და დავინახე, როგორ სეირნობდნენ ოჯახები, როგორ თამაშობდნენ ბავშვები, როგორ იჯდნენ მოხუცების კამებზე და საუბრობდნენ პოლიტიკაზე. არავინ მათგანი არ იცოდა, რომ 3 დღის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლებოდა სამუდამოდ. არავინ არ იცოდა, რომ ბევრი მათგანი დაკარგავდა თავის სახლს, თავის სამუშაოს, თავის ოჯახის წევრებს. არავინ არ იცოდა, რომ ზოგიერთი მათგანი მოკვდებოდა რეპრესიებში, ზოგი გაიქცეოდა ემიგრაციაში. ზოგი დარჩებოდა და ეგუებოდა ახალ რეჟიმს. მე ვუყურებდი ამ ადამიანებს და უგრძნობდი უსასრულო სევდას, რადგან ვიცოდი, რომ ვერაფერს შევძლებდი მათი გადასარჩენად. ეს ჩანაწერი აჩვენებს, რომ აფხაზი ფიქრობდა არა მხოლოდ დიდ პოლიტიკაზე, არამედ ჩვეულებრივ ადამიანებზეც. მან იცოდა, რომ თბილისის დაცემა ნიშნავდა არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის შეცვლას, არამედ მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლას. მან იცოდა, რომ ბოლშევიკური რეჟიმი მოიტანდა რეპრესიებს, შიმშილს, შიშს. მან იცოდა, რომ ბევრი ქართველი დაკარგავდა არა მხოლოდ დამოუკიდებლობას, არამედ თავის სიცოცხლესაც. და ეს ცოდნა აწამებდა მას. თებერვლის 22 ჩანაწერში აფხაზმა დაწერა, ზოგჯერ მე ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ არ ვიცოდე რა მოხდება. უკეთესი იქნებოდა, რომ მქონოდა იმედი, რომ ჩვენ შევძლებდით გადარჩენას. მაგრამ მე ვიცი სიმართლე და ეს სიმართლე არის ტვირთი, რომელსაც ვატარებ ყოველ დღე. ისტორიკოსები, რომლებმაც შეისწავლეს ეს ჩანაწერები, ამბობენ, რომ აფხაზი განიცდიდა რაღაცს, რასაც თანამედროვე ფსიქოლოგია უწოდებს მორალურ ტრავმას, მდგომარეობას, როდესაც ადამიანი იცის, რომ რაღაც საშინელი მოხდება და ვერაფერს შეძლებს მის თავიდან ასაცილებლად. ეს ტრავმა ჩანს დღიურის თითქმის ყველა გვერდზე. აფხაზი წერდა დეტალურად, მეთოდურად, მაგრამ მის სიტყვებში გრძნობოდა ღრმა სევდა და იმედგაცრუება. თებერვლის 23 ჩანაწერში მან დაწერა, დღეს შუადღისას შევხვდი ჩემს ძველ მეგობარს, პოეტ გალაქტიონ ტაბიძეს. ის მკითხა, რა ვფიქრობდი სიტუაციის შესახებ. მე ვუთხარი სიმართლე, რომ თბილისი დაეცემა რამდენიმე დღეში. გალაქტიონმა შემომხედა თავისი ღრმა სევდიანი თვალებით და თქვა, კონსტანტინე, თუ ჩვენ დავკარგავთ დამოუკიდებლობას, ჩვენ არ დავკარგავთ ჩვენს სულს. ქართველები იცოცხლებენ და ერთ დღეს კვლავ იქნებიან თავისუფალი. მე ვსურდა დამჯერებოდა მისი სიტყვები, მაგრამ ვიცოდი, რომ გზა თავისუფლებამდე იქნებოდა გრძელი და სისხლიანი.
ეს შეხვედრა გალაქტიონ ტაბიძესთან არის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდი დღიურში. აფხაზი და ტაბიძე წარმოადგენდნენ ორ განსხვავებულ მიდგომას ეროვნული იდენტობისადმი. გენერალი ფიქრობდა პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე, ხოლო პოეტი ფიქრობდა კულტურულ გადარჩენაზე. მაგრამ ორივე მათგანი იცოდა, რომ რაღაც ძალიან ძვირფასი იკარგებოდა. აფხაზმა ჩაწერა, გალაქტიონი მართალია იმაში, რომ ქართული სული გადარჩება. მაგრამ რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს, რამდენი ოჯახი უნდა განადგურდეს, რამდენი ოცნება უნდა დაიკარგოს, სანამ ეს სული კვლავ იპოვის თავის გამოხატვას თავისუფლებაში? ეს არის კითხვა, რომელზეც მე არ მაქვს პასუხი. დღიურში არის აგრეთვე დეტალური აღწერა იმისა, თუ როგორ ემზადებოდა აფხაზი თავისი ოჯახის ევაკუაციისთვის. თებერვლის 24-ე საღამოს მან დაწერა, დღეს გავაგზავნე ტელეგრამა ჩემს ცოლს ბათუმში. ვუწერე, რომ მან უნდა მოემზადოს გასვლისთვის თურქეთში. ვუწერე, რომ წაიღოს მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ნივთები, დოკუმენტები, ფოტოები, ოქროს საკიდები, რომლებიც ეკუთვნოდა ჩემს დედას. ვუწერე, რომ დატოვოს ყველაფერი სხვა, ავეჯი, წიგნები, ნახატები. ყველაფერი, რაც აკეთებდა ჩვენს სახლს სახლად. როდესაც ვწერდი ამ ტელეგრამას, ჩემი ხელები კანკალებდა. მე ვფიქრობდი ჩემს შვილებზე, 12 წლის გიორგიზე და 9 წლის თამარზე. ისინი დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში. ისინი არ იციან, რას ნიშნავს ცხოვრება იმპერიის ბატონობის ქვეშ. მაგრამ ახლა ისინი ისწავლიან ამას. ისინი გაიზრდებიან ემიგრაციაში, უცხო ქვეყანაში, ოცნებით დაბრუნებაზე სახლში, რომელსაც შესაძლოა არასოდეს ვერ დაინახავენ. ეს პირადი დეტალები ხდის დღიურს განსაკუთრებულად ძლიერს. აფხაზი არ იყო უბრალოდ გენერალი, რომელიც წერდა სამხედრო ანგარიშებს. ის იყო მამა, რომელიც ტოვებდა თავის შვილებს. ის იყო ქმარი, რომელიც აგზავნიდა თავის ცოლს უცნობ მომავალში. ის იყო ადამიანი, რომელიც კარგავდა თავის სახლს, თავის ქვეყანას, თავის ცხოვრებას. და ყველა ეს პირადი დანაკარგი იყო ნაწილი უფრო დიდი ტრაგედიისა, მთელი ერის დანაკარგისა. თებერვლის 25 დილის ჩანაწერში აფხაზმა დაწერა, დღეს დილით, როდესაც გავივიძე და გავიგე, რომ წითელი არმია შემოვიდა თბილისში, პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ გავხსენი ფანჯარა და ვუყურე ქალაქს. მზე ამოდიოდა მთაწმინდის მთიდან, ზუსტად ისევე, როგორც ამოდიოდა 1000 წლის განმავლობაში. ქალაქი იყო მშვიდი, თითქმის სპოკოინი. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს სიმშვიდე იყო მოღალატე. რამდენიმე საათში ქუჩები აივსებოდა ბოლშევიკური ჯარებით. რამდენიმე დღეში დაიწყებოდა დაკავებები. რამდენიმე თვეში დაიწყებოდა რეპრესიები. და თბილისი, ჩემი საყვარელი თბილისი, აღარასოდეს იქნებოდა იგივე. ისტორიკოსები ამბობენ, რომ აფხაზის დღიური არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პირადი ჩვენება იმის შესახებ, თუ რას გრძნობდნენ ქართველები 1921 წლის თებერვალში. არსებობს ბევრი ოფიციალური დოკუმენტი, სამხედრო ანგარიში, პოლიტიკური ანალიზი იმ პერიოდიდან. მაგრამ ძალიან ცოტაა პირადი ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებენ, როგორ განიცდიდნენ ადამიანები ამ მოვლენებს. აფხაზის დღიური ავსებს ამ ხარვეს. იგი გვიჩვენებს, რომ ისტორია არის არა მხოლოდ თარიღები და ფაქტები, არამედ ადამიანური გრძნობები, შიშები, იმედები და იმედგაცრუებები. დღიური გვასწავლის, რომ ისტორიული მოვლენები არ არის აბსტრაქტული, ისინი ხდება კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ ოჯახებთან, კონკრეტულ ქალაქებში. მაგრამ დღიურში არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც ხშირად რჩება უყურადღებო, აფხაზის ფიქრები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიწეროს ისტორია. თებერვლის 22 ჩანაწერში გენერალმა დაწერა, მე ვიცი, რომ ბოლშევიკები დაწერენ თავიანთ ვერსიას ამ მოვლენების შესახებ. ისინი იტყვიან, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ბურჟუაზიული რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა მუშებსა და გლეხებს. ისინი იტყვიან, რომ ქართველი ხალხი მიესალმა წითელ არმიას როგორც განმათავისუფლებას. ისინი იტყვიან, რომ ჩვენ, ვინც ვებრძოდით მათ, ვიყავით რეაქციონერები და ხალხის მტრები. ეს იქნება სიცრუე, მაგრამ ეს სიცრუე გახდება ოფიციალური ისტორია 7 წლის განმავლობაში. ამიტომ მე ვწერ ამ დღიურს. ამიტომ მე ვწერ სიმართლეს, თუნდაც ვიცი, რომ ეს სიმართლე შეიძლება არასოდეს გახდეს საჯარო ჩემი სიცოცხლის განმავლობაში. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც საბჭოთა იმპერია ჩამოიშლება და ის ჩამოიშლება, ეს დღიური იპოვიან და სიმართლე გამოვა ზედაპირზე. ეს ჩანაწერი აჩვენებს, რომ აფხაზი ფიქრობდა გრძელვადიან პერსპექტივაზე. მან იცოდა, რომ ის თვითონ არ დაინახავდა საქართველოს თავისუფლებას, მაგრამ მან ჯერა, რომ მომავალი თაობები დაინახავდნენ. მან იცოდა, რომ ბოლშევიკები დაწერდნენ ცრუ ისტორიას, მაგრამ მან ჯერა, რომ ერთ დღეს ნამდვილი ისტორია გამოვლინდებოდა.
და მან მართალი აღმოჩნდა. 7-10 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა. ოფიციალური საბჭოთა ისტორია გამოვლინდა როგორც პროპაგანდა და აფხაზის დღიური, რომელიც იყო დამალული 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იპოვეს და გახდა ისტორიული დოკუმენტი, რომელიც ამხელდა სიმართლეს. დღიური გვასწავლის, რომ სიმართლე ყოველთვის ძლიერია ვიდრე სიცრუე, თუნდაც სიცრუეს ჰქონდეს ძალაუფლების მხარდაჭერა. დღეს, როდესაც ახალი თაობა ქართველებისა კითხულობს აფხაზის დღიურს, ისინი ხედავენ არა მხოლოდ ისტორიულ დოკუმენტს, არამედ მორალურ გზამკვლევს. დღიური გვასწავლის, რომ პრინციპები ღირს დაცვას, თუნდაც როდესაც ყველაფერი დაკარგულია. დღიური გვასწავლის, რომ სიმართლე ღირს თქმას, თუნდაც როდესაც არავინ არ გისმენს. დღიური გვასწავლის, რომ ისტორია ღირს დამახსოვრებას, რადგან ის, ვინც არ იცის ისტორია, განცირულია გაიმეოროს იგი. აფხაზის დღიური არის მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ერთმა ადამიანმა მომავალი თაობებისთვის. ეს მემკვიდრეობა არის არა ოქრო ან ქონება, არამედ სიმართლე, ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ერთ თაობას შეუძლია გადასცეს მეორეს. რას ნიშნავს ეს დღიური დღევანდელი ქართველებისთვის? ის ნიშნავს, რომ ისტორია არის ცოცხალი და რომ წარსული აგრძელებს გავლენას აწმყოზე. ის ნიშნავს, რომ ჩვენი წინაპრების არჩევანები, მათი მსხვერპლი, მათი ბრძოლა არ იყო უშედეგო. ის ნიშნავს, რომ დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს, არის მათი ოცნების რეალიზაცია. მაგრამ ის ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ეს დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა ვისწავლოთ მათი შეცდომებიდან, პასუხისმგებლობა გადავცეთ მომავალ თაობებს ის, რაც მათ გადმოგვცეს. აფხაზის დღიური არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, გზამკვლევი იმისთვის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ როგორც თავისუფალმა ხალხმა. გაგრძელება და დასასრული, მაგრამ აფხაზის დღიურის ყველაზე საიდუმლო ნაწილი, რომელიც გახდა ყველაზე დისკუსიის საგანი 2021 წლიდან, არის ის გვერდები, სადაც გენერალი წერს არა წარსულზე, არამედ მომავალზე. თებერვლის 25 ღამეს, თავის ბოლო საათებში თბილისში, როდესაც ქალაქის ქუჩებში უკვე ისმოდა ბოლშევიკური ჯარების ნაბიჯები, აფხაზმა ჩაწერა რაღაც, რაც ჟღერს როგორც პროფეტია. მე ვხედავ მომავალს და ეს მომავალი არის ორმაგი. ერთი გზა მიდის ბნელეთისკენ, გზას, სადაც ქართველები დაივიწყებენ თავიანთ ისტორიას, დაივიწყებენ ვინ იყვნენ მოღალატეები და ვინ იყვნენ გმირები, დაივიწყებენ რა ღირს დამოუკიდებლობა. ამ გზაზე ისინი გაიმეორებენ იმავე შეცდომებს, კვლავ იქნებიან გაყოფილები, კვლავ ენდობიან მოღალატეებს, კვლავ დაკარგავენ რასაც მოიპოვებენ. მეორე გზა მიდის შუქისკენ, გზას, სადაც ქართველები ისწავლიან თავიანთი ისტორიიდან, დაიცავენ თავიანთ ერთიანობას, იცნობენ მოღალატეებს მანამ, სანამ ისინი ზიანს მიაყენებენ. ამ გზაზე საქართველო გახდება ძლიერი, თავისუფალი, აყვავებული ქვეყანა. ეს ჩანაწერი გახდა ყველაზე ციტირებადი ნაწილი დღიურიდან. ისტორიკოსები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ყველა მათგანი იყენებს ამ სიტყვებს, როდესაც საუბრობენ საქართველოს მომავალზე. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რაც აფხაზმა დაწერა ამ ჩანაწერის შემდეგ, როგორ გაიგებენ მომავალი თაობები, რომელ გზას აირჩიონ. ისინი გაიგებენ მხოლოდ მაშინ, თუ იცოდნენ სიმართლეს იმის შესახებ, რა მოხდა 1921 წელს. ისინი გაიგებენ მხოლოდ მაშინ, თუ იცოდნენ, ვინ იყო ლორდ კიფანიძე და რა გააკეთა მან. ისინი გაიგებენ მხოლოდ მაშინ, თუ იცოდნენ, რომ ღალატი არასოდეს რჩება დაუსჯელი, თუნდაც საუკუნე გაიაროს. ამიტომ მე ვწერ ამ დღიურს. ამიტომ მე ვწერ ლორდ კიფანიძის სახელს. ამიტომ მე ვწერ, რომ მისი შთამომავლები დღეს ქართულ პოლიტიკაშია. რადგან მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, ღალატის გენები გადადის თაობიდან თაობას. ეს ბოლო წინადადება გახდა ყველაზე კონტროვერსიული. ლორდ კიფანიძეების თანამედროვე შთამომავლები, რომელთაგან ზოგიერთი ნამდვილად არის ჩართული პოლიტიკაში, კატეგორიულად უარყოფენ ამ გენეტიკურ ღალატის თეორიას. ისინი ამბობენ, რომ შვილები არ არიან პასუხისმგებელი მშობლების ცოდვებზე და რომ აფხაზის ეს სიტყვები არის უსამართლო და საშიში. მაგრამ სხვები ამბობენ, რომ აფხაზი არ საუბრობდა ბიოლოგიურ გენებზე, არამედ კულტურულ მემკვიდრეობაზე, იმ ღირებულებებზე და მოკიდებულებებზე და ქცევის მოდელებზე, რომლებიც გადადის ოჯახში თაობიდან თაობას. ისინი ამბობენ, რომ თუ ოჯახი არასოდეს არ აღიარებს თავისი წინაპრის ღალატს, თუ ის ცდილობს გაამართლოს ან დამალოს იგი, მაშინ ეს ოჯახი ნამდვილად ატარებს ღალატის გენს, არა ბიოლოგიურს, არამედ მორალურს. დღიურის ბოლო გვერდზე, რომელიც დათარიღებულია მარტის მეორე, როდესაც აფხაზი უკვე იყო გემზე სტამბოლისკენ, გენერალმა დაწერა თავისი ბოლო სიტყვები, დღეს მე ვტოვებ საქართველოს სამუდამოდ. მე ვიცი, რომ აღარასოდეს დაუბრუნდები. მე ვიცი, რომ ჩემი ძვლები დაიმარხება უცხო მიწაში.
მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ჩემი სიტყვები დაბრუნდება საქართველოში. ეს დღიური დაბრუნდება. სიმართლე დაბრუნდება. და როდესაც ეს მოხდება, ქართველებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, აირჩიონ ბნელეთის გზა თუ შუქის გზა. აირჩიონ დავიწყება თუ დამახსოვრება. აირჩიონ განმეორება თუ სწავლა. მე არ ვიცი, რას აირჩევენ ისინი. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არჩევანი განსაზღვრავს საქართველოს მომავალს მომდევნო 100 წლის განმავლობაში. ამიტომ მე ვწერ ამ ბოლო სიტყვებს არა როგორც გენერალი, არამედ როგორც ქართველი, რომელიც უყვარს თავისი ქვეყანა. გახსოვდეთ. გახსოვდეთ ყველაფერი. გახსოვდეთ გმირები და გახსოვდეთ მოღალატეები. გახსოვდეთ, რა დაგიჯდათ დამოუკიდებლობა და რა დაგიჯდათ მისი დაკარგვა. გახსოვდეთ და ნუ გაიმეორებთ ჩვენს შეცდომებს. ეს არის ჩემი ბოლო სურვილი, ჩემი ბოლო ანდერძი მომავალი თაობებისთვის. ეს იყო აფხაზის ბოლო სიტყვები დღიურში. 103 წლის შემდეგ. ეს სიტყვები წაიკითხეს ათასობით ქართველმა. ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ეს სიტყვები როგორც გაფრთხილება და გზამკვლევი. სხვებმა უარყვეს ისინი როგორც ძველი გენერლის მწარე ფიქრები. მაგრამ არავინ შეძლო იგნორირება გაეკეთებინა მათ. დღიური გახდა ნაწილი ქართული ეროვნული დისკუსიისა იმის შესახებ, ვინ ვართ ჩვენ როგორც ერი, საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. დღიური გახდა სარკე, რომელშიც ქართველები ხედავენ არა მხოლოდ თავიანთ წარსულს, არამედ თავიანთ აწმყოსაც. დღეს 2024 წელს 103 წლის შემდეგ თბილისის დაცემიდან აფხაზის დღიური ინახება ეროვნულ არქივში სპეციალურ დაცულ ოთახში, სადაც ტემპერატურა და ტენიანობა კონტროლირებულია, რათა დოკუმენტი შენარჩუნდეს მომავალი თაობებისთვის. ყოველ დღე ათობით ადამიანი მოდის, რათა ნახოს ეს დოკუმენტი თავიანთი თვალებით. ზოგიერთი მათგანი მოდის როგორც ისტორიკოსი, რომელიც სწავლობს წარსულს. სხვები მოდიან როგორც პოლიტიკოსები, რომლებიც ეძებენ გაკვეთილებს აწმყოსთვის. კიდევ სხვები მოდიან როგორც უბრალო ქართველები, რომლებიც სურთ გაიგონ თავიანთი ისტორია. ყველა მათგანი დგას დღიურის წინ და კითხულობს აფხაზის სიტყვებს, რომლებიც დაიწერა 103 წლის წინ, მაგრამ რომლებიც ჟღერს ისე, თითქოს დაიწერა დღეს. რას გვასწავლის აფხაზის დღიური საბოლოოდ? ის გვასწავლის, რომ ისტორია არის არა მხოლოდ წარსული, არამედ მუდმივი დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის. ის გვასწავლის, რომ ჩვენი წინაპრების არჩევანები აგრძელებენ გავლენას ჩვენზე დღეს. ის გვასწავლის, რომ ღალატი არასოდეს რჩება დამალული და რომ სიმართლე ყოველთვის ავლენს თავს. ის გვასწავლის, რომ დამოუკიდებლობა არის არა საჩუქარი, არამედ მუდმივი ბრძოლის შედეგი. ის გვასწავლის, რომ ერთიანობა არის ძალა და გაყოფა არის სისუსტე. ის გვასწავლის, რომ პრინციპები ღირს დაცვას, თუნდაც როდესაც ყველაფერი დაკარგულია. და ყველაზე მთავარი, ის გვასწავლის, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანი. არჩევანი იმის შესახებ, რომელ გზას ავირჩევთ, ბნელეთის გზას თუ შუქის გზას. არჩევანი იმის შესახებ, ვისწავლით თუ არა ჩვენი ისტორიიდან. არჩევანი იმის შესახებ, ვიქნებით თუ არა ღირსეული იმ მსხვერპლისა, რომელიც გაიღეს ჩვენმა წინაპრებმა. აფხაზის დღიური დასრულდა 103 წლის წინ, მაგრამ მისი ისტორია გრძელდება დღესაც. რადგან ისტორია არასოდეს არ სრულდება. ის არის ცოცხალი, მუდმივად განვითარებადი ნარატივი, რომელშიც თითოეული თაობა ამატებს თავის თავს. ჩვენ დღევანდელი თაობა ქართველებისა ვწერთ ჩვენს საკუთარ გვერდებს ამ ისტორიაში. და მომავალი თაობები წაიკითხავენ ჩვენს გვერდებს ისევე, როგორც ჩვენ ვკითხულობთ აფხაზის გვერდებს დღეს. რას დაწერენ ისინი ჩვენ შესახებ? იტყვიან თუ არა, რომ ჩვენ ვისწავლეთ ჩვენი წინაპრების შეცდომებიდან. იტყვიან თუ არა, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და გავაძლიერეთ ჩვენი ქვეყანა. თუ იტყვიან, რომ ჩვენ გავიმეორეთ იგივე შეცდომები და დავკარგეთ ის, რაც მოგვეცა. ეს კითხვებზე პასუხს მივცემთ ჩვენი არჩევანებით, ჩვენი ქმედებებით, ჩვენი ერთიანობით ან გაყოფილობით. აფხაზის დღიური არის გაფრთხილება, გზამკვლევი და გამოწვევა. გამოწვევა იმისთვის, რომ ვიყოთ უკეთესები ვიდრე იყვნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვისწავლოთ მათი შეცდომებიდან და არ გავიმეოროთ ისინი. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა წინაშე იმ თაობებისა, რომლებიც მოვლენ ჩვენ შემდეგ.